მოწყალების სახლის წევრები 23 მარტს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. რამე თუ შენ ხოლო ხარ კაც მოყვარე მერთმა ასხონოს სული მიცვალებულისა მონისა ღვთისა მამისა ჩვენისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ილიასი და სასუფეველოსაც ათასა დაამკვიდროს ძვირფასო მეუფენო ძმებო და დებო კიდევ ერთხელ ფიქრობ ჩვენ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის შესახებ ბევრი ითქვა ამ დღეებში მის თვისებებზე რა იყო ის თვისებები, რომლითაც ესოდენ განდიდდა. ჩვენ ნახეთ მთლიერი როგორ ეს სიყვარულება მას და როგორ აცილებს, როგორი სიყვარულით, როგორი ალერსით, როგორი პატივისცემით. აი რას ამბობს წმინდა სახარება, რას ამბობს უფალი, რომელმან დაიმდაბლოს თავითვისი, გახსოვთ? ის ამალდეს, ხო? ნეტარიყვნენ მოწყალენი რამე თუ იგინი შეიწყალნენ. დიახ. აი ეს საოცარი თვისება ქონდა უწმინდეს სიმდაბლე და დიდი მოწყალება, დიდი სიყვარული ადამიანებისათვის. მას შეეძლო აკადემიკოსთან ყოფილიყო აკადემიკოსი და ესაუბრა იმავე დონეზე და ბევრად კიდევ უფრო აღმატებულ დონეზე და უბრალო ადამიანთან შეეძლო ყოფილიყო ძალიან უბრალო. ბავშვთან შეეძლო ყოფილიყო როგორც ბავშვი. და ქონდა უსაზღვრო მიმტევებლობა და მოწყალება. პირველ რიგში ზრუნავდა ადამიანზე, გაჭირვებულზე, ვინც რთულ მდგომარეობაშია და სულ ამას გვახსენებდა და გვეუბნებოდა და აი შედეგი ნახეთ როგორ უპასუხა ერმა მას სიყვარულით. მის სიმდაბლეს, მის სიყვარულს და მის დიდ გულს, მოწყალე გულს და მობიერ გულს. ასე რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ეკლესიამ გააგრძელოს ღირსეული ცხოვრება, რომ უფალმა შეგვიწყალოს, რომ უფლის შეწევნა ჩვენ გვქონდეს, აი უნდა მივბაძოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილად მოიხვეჭა. აი სრულყოფილების კიბეს მიაღწია. ასე რომ შეგვეციოს მისი უწმინდესობა თავის წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველოსაც ათასა დაამკვიდროს. მერთმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. პანაშვიდის დასრულების შემდეგ მოწყალების სახლის წევრებისთვის ტრადიციისამებრ ტრაპეზი მომზადდა. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შეჭირვებულ ადამიანებს ხშირად მასპინძლობდა და მათთან ერთად სადილობდა. საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი უკვე 32 წელია არსებობს. მას ფუნქციონირება პანდემიის პერიოდშიც არ შეუწყვეტია. მოწყალების სახლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეჭირვებული ადამიანებისთვის გაიხსნა. სახლი თანადგომას უწევს ყველას განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. მოწყალების სახლი 32 წლის გახდა 2026 წლის 14 მარტს. აქ შეჭრებილებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეხვედრები გაიხსენეს. მის 8 წლზე ისაუბრეს და მეუფე შიოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. რასაც ქვია მოწყალების სახლი აფხაზეთის ომის შემდგომ, როცა გაჩნდა საქართველოში უამრავი უსახსრო, უბინაო ადამიანები, ყველა მოაწყდა საქართველოს საპატრიარქოს კარებს და მის მიუწმინდესობამ ასეთი რამ გამონახა გამოსავალი, რომ მოწყალების სახლი გაიხსნა კარის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში, სადაც დავაპურებდით ამ ადამიანებს და რაღაცნაირი ფორმით გამოხატავდით მათთან თანადგომას. მინდა აღნიშნო, რომ ყოველ ორშაბათს დღეს, როგორც წესი, მისი უწმინდესობა სტუმრობდა მოწყალების სახლს და ამოწმებდა რა ქონდა, რით ვაპურებდით ამ ადამიანებს და როგორ. და სხვათა შორის ძალიან მოკლედ ვცდილობ ეს ყველაფერი თქვა და საერთოდ მისი დაბადების დღეზე ყოფილა შემთხვევა ბევრჯერ მოიწვია ესენი სუფრასთან და ზღაპრულად გაუმასპინძლდა. ერთი რაღაც შემიძლია მოვიგონო, რომ ერთ-ერთ ადამიანს დაავალა, რომ კარგ მომღერალს ვეძებო, ამ საღამოს მე სტუმრად ვყავსო, ყველაზე საპატიო ადამიანებიო და საუბარი იყო ჩვენი მოწყალების სახლის მომსვლელებზე. აი ასეთი განწყობით იყო მისი უწმინდესობა გაწყობილი. ყველაფერი თუ კი რამე გაკეთებულა მათი მისამართით, ეს რა თქმა უნდა უწმინდესის დამსახურება და მისი 8 წლია და მე ერთ რამეს ვიტყვი მეუფეშიო, რომ
რამდენი პატივი მიაგო საქართველოს მოსახლეობამ უწმინდეს და რამდენი სიყვარული გამოხატეს და როგორი გაოცებული ვარ და მიამაყება რომ ქართველი ვარ და ქართული სული მართლა საოცარი გამოვლინება იყო ამ დღეებში, მაგრამ არანაკლები იყო დღეს რაც გაკეთდა ამათვის. აი დღეს ეს გაშლილი სუფრა მე ვიცი რომ უწმინდესი ყველაზე მეტად გაიხარებს ამით, რაც აქ ხდება დღეს და მადლობა მინდა მოგახსენოთ ამისთვის, რომ დღეს ეს აი ასე გადაწყვეტეთ, რომ ესენი მოგეწვიათ სუფრასთან. ყველას მადლობა აქ მობრძანებისთვის და ყველას გთხოვთ მისი უწმინდესობისთვის, რომ ილოცოთ ყველა. პატრიარქს აცხონოს ღმერთმა და ღმერთმა გაანადგოს მაგის სული და სასუფეველი დაემკვიდროს. დიდება მაღალთაშინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ღმერთმა დაგლოცოთ სრულიად საქართველო, სრულიად ჩვენი ქართველიერი. ღმერთმა სულ სუბედნიერი სიყვარული და სიხარული არ მოგაკლოს და უფალმა დაგლოცოთ სულყველანი. უღრესი მადლობას მინდა გადავხადო პასუხი მეოფეს შიოს. დიდი მადლობა მინდა თქვენი ხელმძღვანელობით თემ სამდელო დასს მადლობა გადავხადო თქვენ ყველანაირად ცდილობთ. ყველანაირად ყველა იერარქია, ყველა დონე რომ ადამიანებს თქვენი ლოცვებით, ჩევებით და შემდეგ დაეხმაროთ რომ არ მოხდნენ რთულ სიტუაციებში. ძალიან გული ტკივილია ეს. თლიანი საქართველოს თლიარი და ბერის ვიყოთ გულკეთილი, ვიყოთ ერთგული. ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის სითბო და სიყვარული მივანიჭოთ ერთმანეთს. ეს არის მთავარი. ორი დღე ვიყავი სამენა ეკლესიაში ღამე დილამდე. მე როგორ ეროვნების იეზიდი, თბილისელი მიყვარდა როგორ ქრისტიანი მივიღე ქრისტიანობად. ერთხელ ნახე პატრიარქი სიონის ეკლესიაში, აი დავჯექი მუხზე მე უთხარი პატრიარქ მე თვითონ იეზიდი ვარ თბილისელი. აქ დავიბადე გავიზარდე, მაგრამ მიყვარს ქრისტიანობა. იმის გულისზე ქრისტიანობა მივიღე. უფალო იყოს ჩვენ ხალხს, ჩვენ ქართველებს, არა ქართველებს უყოლას, ვინც უყვარს საქართველოს. ილია მეორეს დიდი მადლობა და აი ესეთი უძვირფასესი დოდო დეიდა და მზია დეიდა და აი ყველანი ვინც ხართ ძალიან მაგრად მიყვარხართ და უძვირფასესი ადამიანი ხართ. აი ძალიან დიდ მადლობს გიხდით. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის რომ მის მოსახსენიებელ სუფრაზე ვიმყოფები. მე მგონია რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია და პირადად თქვენ დიდი მადლობა რომ აქ მე მოხვდი. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა და თუ ჩემ ცხოვრებაში რამე კარგი იყოს, სულ მეგონა რომ გადავრჩი, იმიტომ რომ მისი მონათლული ვიყავი. მე პირველი ნათლული ვიყავი და ერთვენიერ დღეს როცა თავი შევახსენე, მითხრა რომ მე დავიწყებ ხალხის მონათლას. და რადგან მე თვითონ მრავალშვილიანი დედა ვარ, 6 შვილის დედა ვარ, მომცა კურთხევა რომ დამელოცა ხოლმე კეთილი კარგი ადამიანები. მე მოხარული ვარ რომ ეს კურთხევა მაქვს და როცა ვხედავ რომ კეთილი ადამიანი არის, მე ნამდვილად მას ვლოცავ. ფერო ძალეთ რომ ჩემთვის პატივი არისო აქ აი ამ სუფრაზე, ჩემთვისაც პატივია. ყველასთვის ჩვენთვის არის პატივი რომ აქ ვიმყოფებით. ასე რომ მადლობა თქვენი სიტყვებისთვის. გაიხარეთ. მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მობრძანებისთვის და ნუგეშისთვის მადლობა გადაუხადა. ძალიან მიხარია თქვენთან ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია, რამხელა ნუგეშია ჩემთვის. იმიტომ რომ ჩვენ თქვენი გაცნობა. ყველას გვაქვს აი დარდი და გლოვა გულში. ხო და აი გლოვასთან ერთად არის ის საოცარი ნუგეში რაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა. რაღაცა სასწაული ხდება და საერთოდ ხო იცით თქვენ რომ წმინდა ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამა გლოვასთან ერთად ახლავს სულიერი სიხარული. აი ჩვენ ამ რაღაც გამარჯვებაა სულიერების, ეროვნულობის, ღვთის სიყვარულის, აი მის უწმინდესობაში ჩვენ ღმერთს აყვანსემთ უყველანი და რაღაც საოცრად გავერთიანებთ და დღეს ჩემთვის აი ვერ წარმოიდგენთ როგორ ბედნიერება დღეს თქვენთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ აი სალბუნივით მედება მეს და ალბათ ჩვენს ვინც ვართ აქა თქვენთან ერთად ყოფნა ამ სუფრასთან და მისი უწმინდესობის მოხსენიება. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ეს თუ არ იქნება ჩვენ შორის მოწყალება და ურთიერთდახმარება, აღარ ვიარსებებ, ღმერთი არ შეგვიწყალებს ჩვენ.
ასე რომ დღევანდელი სუფრა ამის გამოხატულებაა. ამით გვაცოცხლებთ ღმერთი და ამით შეძლებთ გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება და ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის იქიდან ზეციდან სულ დაგლოცავს.